მოდით, გადავხედოთ ღვთის სიტყვას კოლასელთა პირველ თავში, მუხლით 16. ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი, ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. უნდა გვესმოდეს, რომ არა მხოლოდ ხილული მხარეები შექმნა ღმერთმა, რათა შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ ისინი, არამედ უხილავიც. ადამიანების შემოქმედებას ხშირად ამ შესამჩნევი ასპექტების ჭრილში აღიქვამენ. რადგან ისინი, როგორც წესი, მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულნი, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს და უბულებელ ყოფენ უხილავ სამყაროს. შედეგად ისინი ცათა სასუფევლისთვის არ ემზადებიან. პირიქით, ისინი დროსა და ძალის ხმევას ამ დედამიწაზე სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ამზადებენ. ისინი თავიანთი ყურადღებისა და ენერგიის დიდ ნაწილს ამაზე ამახვილებენ. ეს ისა, რასაც ადვილად ვაკვირდებით ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში. თუმცა ხილული უხილავის გარეშე ვერ იარსებებს. შეიძლება რთული იყოს, მაგრამ წინასწარმეტყველებმა თქვეს. სული ჩვენი ცხოვრების არსია, ხორცი კი მხოლოდ ტანსაცმელია, რომელსაც ვიცვამთ. მჯერა, რომ თქვენ ყველამ ეს ღრმად კარგად იცით. ამიტომ ესაიას 41 თავის მეშვეობით ერთად ვიხილოთ ხსნის საქმე, რომელიც ხდება როგორც ხილულ, ისე უხილავ სამყაროში და როგორ გვეხმარება ღმერთი. ამით ჩვენ ამ გაგების ჩვენს გულებში ჩაბეჭდილებას უნდა შევძლოთ. მოდით, გადავხედოთ ესაიას 41 თავში, მუხლი 8. და შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩი, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა. შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი. ჩემი მსახური ხარ შენ. მე ამოგარჩიე შენ და არ უკუგაგდე. ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ. ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და რას იზამს ის? შეგეწევი. ღმერთი, რომელმაც თქვა, მე ყოველთვის დაგეხმარები. არასდროს არ ღვევს თავის დაპირებას. ღმერთმა შექმნა ხილული და უხილავი სამყარო და თქვა, მე ყოველთვის დაგეხმარები. თუმცა ადამიანები ხშირად ვერ იხილავენ. მიაღწიეს თუ არა ამჟამინდელ მდგომარეობას მისი დახმარებით თუ საკუთარი ძალის ხმევით. ეს მათ აიძულებს მადლიერებაზე მეტად საკუთარი წვლილი დააყენონ. დაივიწყონ ღვთის დახმარება და ეგოისტური რწმენით იცხოვრონ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სახარების საქმე საბოლოოდ ღვთის ხელებზეა დამოკიდებული. სახარების გზა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს უხილავ სამყაროში ღვთის მადლისა და კეთილგანწყობის სიდიადის მიხედვით მისი შვილების მიმართ.